მოგესალმებით, დღეს 28 აპრილია, უყურებთ კურიერს 10 საათზე ახალ ამბებს მარიკა გოცირიძე გაგაცნობთ. ვის დაასახელებს წმინდა სინოდის საპატრიარქო კანდიდატებად დღევანდელ შეკრებაზე მღვდელმთავრებმა სამი პირი უნდა გამოარჩიონ. დღეს უნდა გახდეს ცნობილი სამებაში დაგეგმილი გაფართოებული კრების თარიღიც. მოგვიანებით სწორედ მათგან დასახელდება ქართული ეკლესიის მომავალი საჭეთმკრობელი წესდების თანახმად ქვეყნის სამოციქულო ეკლესიამ 152 პატრიარქი 16 მაისამდე გაფართოებულ კრებაზე უნდა აირჩიოს. ცნობილია ისტორიული დღის ადგილიც ეს სამები საკათედრო ტაძარი იქნება. პატრიარქის ინიციატივით შენებულ ტაძარში გაფართოებული სხდომის ფარგლებში 2000 ადამიანი შეიკრიბება, თუმცა ხმის უფლება მხოლოდ მღვდელმთავრებს ექნებათ. პატრიარქის მიტრას დაიდგამს ის, ვინც სინოდის მიერ გამორჩეული სამი კანდიდატიდან სინოდის წევრების ხმების უმრავლესობას, ანუ მინიმუმ 20 ხმას მოიპოვებს. სინოდის სხდომა დღეს საპატრიარქოში 12 საათზეა ჩანიშნული. საპატრიარქო კანდიდატებს შეარჩევენ ფარული კენჭისყრით, ყველა მღვდელმთავარს შეუძლია ხმა მისცეს იმ კანდიდატს, იმ მღვდელმთავარს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაში მითითებულ კრიტერიუმებს. ასევე ამ სხდომაზე ჩანიშნავენ გაფართოებული კრების თარიღს. თუ ისე მოხდა, რომ მესამე ადგილზე გასულ და მეოთხე ადგილზე გასულ კანდიდატებს თანაბარი ხმები დაუგროვდებათ, მოხდება დამატებითი ტურის ჩანიშვნა ამავე სხდომაზე და გაირკვევა მესამე კანდიდატი, ვინ იქნება საპატრიარქო ტახტის. მიმდინარე კვირაში ქვეყანას სახელმწიფო მინისტრი ეყოლება სახელმწიფო პარტიაში. ფიქრობენ, რომ მდინარაძეს დიდი პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილება გააჩნია, რომელიც სუსა და თუ პარლამენტში არაერთხელ გამოავლინა. შესაბამისად, ძალოვანი სტრუქტურების კოორდინაციის კუთხით მას უმნიშვნელოვანესი როლი ექნება. ვიცე-პრემიერის რანგში კი პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება მმართველი გუნდისთვის დამატებით გაძლიერებას ნიშნავს. მმართველ გუნდში ასევე აცხადებენ, რომ სუსის უფროსის პოზიციას ღირსეულად გაუძღვება გეკა გელაძე. მამუკა მდინარაძე ჩაიბარებს იმ სამინისტროს პორტფელს, რომელსაც ფაქტობრივად არც ინფრასტრუქტურა აქვს, არც ბიუჯეტი აქვს, არც სტაფი ყავს და ის ხდება ასე ვთქვათ, კანცელარიის რიგითი თანამშრომელი. ეს არის ნომინალური ცვლილება, რომელიც აბსოლუტურად არაფერს არ შეცვლის. მისი გადანაცვლება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ვფიქრობთ, რომ ასევე ამ სამსახურის გაძლიერებას ემსახურება და სისტემა, რომელიც მამუკა მდინარაძემ სათანადოდ გამართა და ააწყო, ახლა გელაძის ხელმძღვანელობისას, რა თქმა უნდა, გააგრძელებს იმ წარმატებით დაწყებულ ინიციატივებს და პოლიტიკას, რომელიც აქამდე ხორციელდებოდა. მამუკა მდინარაძე, რომელმაც ყველა წინა პოზიციაზე მუშაობის დროს თავის ძლიერი მხარეები აჩვენა, ამ პოზიციაზე საუკეთესო კანდიდატურა არის, რაც თავარია პრემიერ-მინისტრი მას ენდობა და განსაკუთრებულ ფუნქციებს ანიჭებს და რაც თავარია მამუკა მდინარაძე არის ძალიან კარგი და ეფექტიანი კომუნიკატორი, როგორც პოლიტიკოსი, ამიტომ მისი დაბრუნება საჯარო სივრცეში იქნება ჩვენი გუნდის გაძლიერება. ახალ თავმჯდომარეს არჩევს დღეს აჭარის უმაღლესი საბჭო. ამ პოსტზე პრეზიდენტმა ზურაბ პატარაძე წარადგინა. გუშინ კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ჩატარდა, სადაც დეპუტატებმა კანდიდატის სამომავლო გეგმებსა და სამთავრობო პროგრამას მოусმინეს. ახალი თავმჯდომარის დასამტკიცებლად უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერაა საჭირო. შეგახსენებთ, ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უკვე იყო 2016-18 წლებში. კანდიდატის ხედვა იმ გამოწვევებზე რეაგირება, რაც რეგიონს აქვს, აბსოლუტურად მოდის თანხმედრაში, სწორედ იმ მიზნებთან, რაც გულისხმობს რეგიონის ტურისტულ, ინფრასტრუქტურულ, საგანმანათლებლო, ეკონომიკურ განვითარებას. როდესაც კანდიდატების შერჩევაზე იყო საუბარი, ერთ-ერთი კრიტერიუმი სწორედ ჩვენი გუნდისთვის, მათ შორის უმაღლესი საბჭოს თავარი პოლიტიკური სუბიექტისთვის, ფრაქცია ქართული ოცნებისთვის, გახდა სწორედ ის გავლილი გზა, რომელიც ბატონმა ზურაბ პატარაძემ გაიარა როგორც მთავრობის თავმჯდომარე. ინფრასტრუქტურული პოლიტიკა, ადგილობრივი ბიზნესი თუ გლობალური მოთამაშეები. რუსთავიორის პირდაპირ ეთერში მორიგი საჯარო დებატები გაიმართა. მსჯელობაში მონაწილეობა მიიღეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა მისმა მოადგილემ, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა, არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარემ და კომპანია დიკა 2010-ის მმართველმა პარტნიორმა. სტუმრებმა უპასუხეს წამყვანის შეკითხვებს, ასევე მათ საშუალება ჰქონდათ დაესვათ კითხვები ერთმანეთისთვისაც და ბოლოს ესარგებლად შემაჯამებელი სიტყვით.
მსჯელობისას გამოიკვეთა სახელმწიფოს დამოკიდებულება როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი კომპანიების მიმართ. ახალი ტენდერები უნდა გამოიტანოთ, პროექტები გამოიტანოთ სკოლებთან მიმართებაში. ხომ არ განიხილავთ ამ გამოცხადებულ ტენდერებში, რასაც გამოაცხადებთ, სწორედ აი წარსული შესრულებული სამუშაოების გათვალისწინებიდან გამომდინარე გარკვეული ფასთან ერთად ეს კომპონენტი შემოიტანოთ შეფასების ნაწილში. გონია რომ თუ ამ შეფასების კრიტერიუმს შემოვიტანთ, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება გაჯანსაღების კუთხით. მინდა ძალიან მაღალი ხარისხი და გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ ყველა ობიექტს მიუდგებით როგორც საკუთარ სახლს, ამას არ ვამბობთ ლამაზი სიტყვებისთვის. ჩვენ მაქსიმალურად შეგიწყობთ ხელს და შეუწყობთ კერძო სექტორს ხელს, რომ გაიზარდონ, მაგრამ ჩვენ უნდა მივიღოთ ხარისხიანი ინფრასტრუქტურა. არა, ვერ იქნება ამ ახალ ტენდერებში გათვალისწინებული წარსული გამოცდილება, იქნება ჩატარებული სამართლიანი გამჭვირვალე ტენდერები, სადაც ყველას შეიძლება მონაწილეობას მიღება ახალი ფასებით, ახალი მიდგომებით და მგონია რომ ჩვენ აუცილებლად შედეგს დავდებთ ამითი, თუნდაც იმ კოეფიციენტებით, იმ განსაზღვრით, რომ არა იყოს არავინ ზედმეტი ვალდებულება, ვიდრე მას ამის შესრულება შეუძლია. სახელმწიფოს მხრიდან უკომპრომისო დამოკიდებულება იქნება არაკეთილსინდისიერი კონტრაქტორების მიმართ. ვისურვებდი, რომ რაღაც გზები მოვძებნოთ, შევქმნათ რეფორმების ან კომისია დავარქვათ, ან რეფორმების ჯგუფი, სადაც იქნებიან თქვენი წარმომადგენლები, ჩვენი სექტორის წარმომადგენლები და ერთობლივად ვიმსჯელებთ სექტორის გაჯანსაღებაზე. გათვალისწინებული იქნება თქვენი მოწოდებები და თქვენი მოთხოვნები, ისევე როგორც ჩვენი მოთხოვნები და ერთობლივად შევჯერდებით იმაზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად, ეფექტური საშუალებებით სექტორი გავაჯანსაღოთ. მე უფრო მეც შემოგთავაზებთ, არათუ ჩემი წარმომადგენლები, მე პირადად ჩავერთვები, რომ დროში არ იყოს გაწელილი და მსჯელობისთვის არ იყოს ნებისმიერ დროს, თუნდაც ამ კვირაში დავიწყოთ, ვიმსჯელოთ და კონკრეტული გადაწყვეტილებები მივიღოთ. და რაც ყველაზე მთავარია, რაც ჩემთვის იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ, რომ საერთაშორისო კომპანია იქნება ეს თუ ადგილობრივი. ყველამ პატივი წეს ჩვენს ქვეყანას და პატივი არ ეგონოს, რომ მას საქართველოში შეუძლია რაღაცა უხარისხოთ გააკეთოს და ამას ვიღაცა გაუტარებს. აუცილებელია მსჯელობა, რომ მივიდეთ იმ საღდასწორ ოპტიმალურ საუკეთესო აზრამდე და გამოსავლამდე, რაც ჩვენი პრობლემების და გამოწვევების გადაჭრაში დაგვეხმარება ამა თუ იმ სექტორში, ასევე ვისურვებდი და წარმატებებს გისურვებთ ყველა ქართულ კომპანიას, ბაზარზე არსებულს და ვუსურვებდი გამსხვილებას, გაძლიერებას, გაცილებით დიდი გამოცდილების შეძენას, რისი რესურსის დღეს ქართულ ბაზარს აქვს რეალურად. და პირველ რიგში ეს ჩვენ დაგვეხმარება, ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობას დაეხმარება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ყოველწლიური სამიტების გაუქმებას ან მათ უფრო იშვიათად გამართვას გეგმავს. როიტერი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამ ნაბიჯით ნატოს წევრი ქვეყნები სავარაუდოდ ცდილობენ თავიდან აიცილონ პოტენციურად დაძაბული შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. სააგენტო აღნიშნავს, რომ ანკარაში ნატოს წლევანდელი სამიტით შესაძლოა დაძაბული იყოს, რადგან მოკავშირეებმა უარი თქვეს ირანის კონფლიქტში ჩართვაზე. ტრამპმა კი ალიანსში ამერიკის შეერთებული შტატების როლი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და ორგანიზაციიდან გასვლის შესაძლებლობაც ახსენა. მანამდე კი პრეტენზია დანიის კუთვნილ გრენლანდიაზეც გამოთქვა. ვაშინგტონის ფედერალურმა სასამართლომ ბრალი ოფიციალურად წაუყენა მამაკაცს, რომელმაც თეთრი სახლის კორესპონდენტთა და ასოციაციის ყოველწლიურ ვახშამზე ცეცხლი გახსნა. მიღებას ესწრებოდა დონალდ ტრამპიც. ახლა კი 31 წლის კალიფორნიელ კოუნ ალენს პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება. პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობის გარდა ალენს ბრალი კიდევ 2 მუხლით აქვს წარდგენილი. ესაა დანაშაულის ჩადენისას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება და სახელმწიფო მოხელეზე შეიარაღებული თავდასხმა. ცნობილია, რომ დაკავებული ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.
ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამე და დედოფალი კამილა ვაშინგტონში ბრიტანეთის ელჩის რეზიდენციაში გამართულ მიღებას დაესწრნენ. წყვილს მანამდე თეთრ სახლში შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედი მელანია ტრამპმა უმასპინძლეს მეფე ჩარლზსა და დედოფალ კამილას 4დღიანი ვიზიტი შეერთებულ შტატებში ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის 250 წლის თავს უკავშირდება. დაგეგმილია მონარქის სიტყვით გამოსვლა კონგრესში. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი გერმანიაში გრძელდება. ქართული მხარის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ტუმის პრეზიდენტს და ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი შეხვედრა აკადემიურ პერსონალთან. დელეგაციის წევრები ასევე შეხვდებიან ბავარიის ევროპულ საქმეთა მინისტრს. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ განვიხილეთ საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობა. მიმაჩნია, რომ მსგავსი ინიციატივები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის, რათა მათ თვალსაწიერი გაიფართოვონ და საერთაშორისო გამოცდილება შეიძინონ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სტუდენტების ორმხრივი გაცვლის პრაქტიკა. ერაზმუსის საუკეთესო პროგრამაა ამ პროცესის მხარდასაჭერად, თუმცა აუცილებელია მისი მასშტაბების კიდევ უფრო გაზრდა. ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, მოგეხსენებათ, ხანგრძლივი ურთიერთობა აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს მუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. სასიხარულოა ის, რომ ეს ურთიერთობა ღრმავდება და კიდევ უფრო მტკიცდება. ამისი ნიშანი და ამის საბუთია ის, რომ ამ შეხვედრას, გაფართოებულ შეხვედრას ესწრებიან აკადემიური საბჭო უნივერსიტეტისა. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი მიხეილ მაღლაკელიძე წარუდგინა. მას ამ დრომდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. მის წარდგენას ასევე ესწრებოდა დაჩი ბერაია, რომელიც აქამდე შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა, ახლა კი აუდიტის სამსახური ჩაიბარა. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარნეულის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქეებმა მდინარე ხრამზე ელექტროიარაღის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვეს 11 კილოგრამი ხრამულის სახეობის თევზი. ელექტროიარაღით თევზჭერას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, ამიტომ მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიქცევნა. ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით სამართალდაღობების პრევენციის გამოვლენების აღკვეთის მიზნით რეგიონული სამართლის თანამშრომლები სამოქმედო ტერიტორიაზე უწყოთ კონტროლს ვახდენთ. მოუწოდებ მოქალაქეებს დაიცვან კანონი, რადგან დეპარტამენტი თითოეულ სამართალდაღობების ფაქტზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. სხვა სიახლეებს შეგიძლიათ გაიცნოთ ჩვენს ვებგვერდზე. მე ამ დგემშვიდობებით ეთერს კი განაგრძობს სოფო ოხანაშვილი, გრიგადა ბიზნესი რუსთავიორს.